სოფელ პირველსვიში არის გონიოსავით მოხრილი სერი, რომელსაც კორნაპეს სერს ეძახიან. მის მწვერვალზე დიდი რკინის ჯვარია აღმართული. ქვემოთ შიგა ფერდობზე ერთი უბრალო, ძველი სახლია, ხის თვითნაკეთი ჯვრებით შემკული. და ამ სახლში ერთი პოეტი ცხოვრობს, გიორგი კორნაპელი. იგი კაპანაძეების უბრალო და უპრეტენზიო გვარმა წარმოშვა და აქამდე ამ გვარს აწერდა თავის ლექსთა კრებულებზე. ფსევდონიმებს ჩვეულებრივ ახალგაზრდობაშივე ირჩევენ ხოლმე. ის კი უკვე 62 წლის კაცია და შეიძლება გაგვიკვირდეს, აქამდე რას უცდიდაო. რაც უცდიდა და გამოცხადებას. და გამოცხადებაც ასე მოხდა. როგორც კი სამუშაო დაასრულეს თანასოფლელებმა, დასავლეთით საღამოს ბინდმორეულ ცაზე მათ თვალწინ გამოისახა უზარმაზარი ოქროსფერი ჯვარი. მარტო რომ ყოფილიყავი ვიფიქრებდი, რომ მეჩვენებაო, ხშირად ამბობს ბატონი გიორგი, მაგრამ მის გვერდით ხალხი იყო და ყველა ხედავდა ამ სასწაულს. და რა კი კორნაპის სერზე ჯვრის აღმართვისათვის ციდან იდუმალი დასტური მიიღო, გიორგი კაპანაძე გახდა გიორგი კორნაპელი. მე მას გენიოსად ვთვლი, ქართული პოეზიის ახალ კლასიკოსად. მე უკვე მესამედ ჩავდივარ ამ კრეხელობას, მაგრამ სათქმელი ბოლომდე უნდა ითქვას, კეისარს კეისრისა, აღნიშნავს კრიტიკოსი გია ბენიძე. შენთან რა უნდა მოიტანონ ჩემმა მერნებმა, მხოლოდ წუხილი და ფიქრების უსასრულობა, რომელსაც ისევ გაფანტავენ მზის შადრევნები და სივრცეებში განქარდება მარტოსულობა. კვლავ სხვა მერნები დაიწყებენ ახალ ხეტიალს, შენ სიღრმეებში ვარსკვლავებიც რომ მარტოობენ, კვლავ გაშმაგდება შენ საზღვრებში გამომწყდეული, მოდიდებული გაზაფხული მწვანე რტუებზე. გიორგი, ჩვენ ახლა ვიმყოფებით კორნაპეს სერზე. როგორც ჩემთვის ცნობილია, საღამოს ბინდმორეულ ცაზე უზარმაზარი ჯვარი გამოისახა და თქვენ თანასოფლელებთან ერთად თქვენი ხელმძღვანელობით აქ აღიმართა ჯვარი. გაძლევთ თუ არა რწმენას ეს ადგილი? ეს არ იყო შემთხვევით. ჩემი პატარა ბავშვობისას ყოველდღე მესიზმებოდა ვიდექი კორნაპის წვერზე, აი ამ ადგილზე და თავზე მადგა ოქრო ჯვარი. რო გავიზარდე, მე მახსოვდა ყოველთვის ზე რატომ მადგა ჯვარი, მე როგორ გავიცნობიერე. და ვიფიქრე, რომ აქ ჯვარი აღმემართა ჩემი სიცოცხლის განმავლობაში მეხილე ეს ჯვარი. ხო და გავაკეთეთ ეს ჯვარი და მოვიტანეთ ჯვართამაღლების დღეს 27 სექტემბერს. 1 ოქტომბერს აღიმართა ჯვარი. მენა რაც შეიძინა ხალხმა შეიძინა ამ ჯვარი. რატომ ქვია ამ სერს კორნაპეს სერი? ალბათ სიმბოლურია ეს. კორნაპა, ესე იგი მოიხსენება ბიბლიის სკოლიებში საერთოდ და თვითონ ესე ეტიმოლოგია სახელი არის ნელი გასამარტავი ძალზე. ალბათ განიმარტება სულ მალე. გონიოსავით მოხრილი სერია და რატო ეთქვა არ ვიცი. მე კი მიტაცებდა, ყოველთვის ესეთი ლამაზი ადგილი იყო, აქ დამედგა ჯვარი. და თუ გატყო თქვენ ახლა ხო არის გამოყოფილი, გამორჩეული. ტაზარ ნიშნავს გამორჩეულს, გამოყოფილს. ბერძნული სიტყვა არის. აი, სწორედ არის ის ადგილი აქ. გიორგი კორნაპელის პოეზია რთული ხატოვანებით გამოირჩევა. როცა მკითხველი კორნაპელის პოემების მოჩვენებითი ბუნდოვანების, სიცივესა და აბსტრაქტურობის ბარიერებს გადალახავს, განცვიფრებული და შეძრული დარჩება, მათში შეფარული დუენდეს უმძლავრესი ენერგიით. ამ ხატრული სამყაროს ფერადოვნებითა და მუსიკალურობით, მძაფრი ტრაგიზმით, კოსმიური სიღრმითა და იდუმალებით. მისი პოეზია ძნელად აღსაქმელია და ჰერმეტული. პოეტი ხშირად ივიწყებს მკითხვას და ვიწრო ბილიქსაც აღარ უტოვებს თავის მხატრულ სამყაროსთან მისასვლელად. უმშვენიერესი პოემაა იყავნ. ეს თავისებური თანამედროვე ლოცვა მართალია მაძიებლური სულით გამჭვალული, კითხვებით აღსავსე, მაგრამ მაინც სასუების მადლით ცხებული. ხანდახან ვფიქრობ, ტაძარში უნდა იკითხებოდეს იგი ხმამაღლა, მრევლის წინაშე, აღნიშნავს მასზე ერთ-ერთი კრიტიკოსი. მაგრამ ყველაზე მონუმენტური, უნივერსალური სიკვდილის მისტერია მაინც მითოლოგიური პოემა ნარცისია, რომელიც კორნაპელის ცენტრალურ ნაწარმოებად, მისი შემოქმედების კვინტესენციად მიმაჩნია. აქ მთავარი თემა ნარცისის ტანჯვაა აქცენტირებული. მშვენიერ ფერწერულ ეფექტთან ერთად, რასაც წყალში არეკლილი ნარცისის სახეზე გადავლილი ღრუბლების სიურეალისტურ მისტიკური ხატი ქმნის.
ნარცისის შემდეგ გიორგი კორნაპელმა კიდევ 2 დიდი პოემა დაწერა: აპოკალიფსი და ქრონოსი და იანუსი. დამესიზმრება მოუკვდიდა ჩიტი დამტირის ჭრელი. ჯოგის ბღავიზე მწვანდება გახუნებული ველი. მოდიან როგორც ლომები თათებს მაბჯენენ მთები, დასაფლავიდან მეწევა სურნელი შენი თმების. დამესიზმრება მოუკვდიდა მეძახის მწვანე ხნული, არ მესმის თესრის ჩურჩული, გული სად არის, გული. დამესიზმრება მოუკვდიდა მეძახის მწვანე ჩიტი და ჩემს საფლავზე დაფრინავს გაღვიძებული კვირტი. ჰამი აქვს შუქი შემოდგომის დაცვენილ ფოთლებს და ჩემში ახლა გაშიშვებულ ტყეებს შეცივდა. დედა, შენ გესმის ჩემი გულის ამოძახილი. გრძნოობ დაკარგულსაც როგორ ეძებს წეროზეციდან. არბილებს ქედებს შემოდგომის სუსტი ბალახი, ჩემში მაღლდება იმერეთი ოქროს ღრუბლებით. დედა, შენ ისმენ სინათლიდან წეროთა ძახილს. ამ დიდ ნათელში არასოდეს არ დავდუმდებით. ბატონო გიორგი, ალბათ მკრეხელობათ არავინ ჩამომართმევს, თუ კი ვიტყვი, რომ თქვენმა პოეზიამ შვება მოგვანიჭა. ჩემი მიზანია გაგიცნოთ უფრო ახლოს საზოგადოებამ. შეიყვარონ და შეისისხლხორცონ თქვენი პოეზია. მარადიული და უკვდავი გახადონ იგი. ბატონო გიორგი, როდიდან რა ასაკში დაიწყო თქვენი ასეთი ენერგიული, შემოქმედებითი წინსვლა? პოეზია და ლექსი ერთია, ერთ ჩუქურთმაში გამოყვანილიო. გიორგი ლეონიძემ თქვა. რა თქმა უნდა, ახალგაზრდობიდან იწყება ყველაფერი. წმენისეული აქტი ძლიერია და მერე პირველი აკორდებს იღებს სული. ჟველინსკი თქვა, ვინც პოეტად დაიბადა, პოეტად მოკდებაო. ალბათ ეს ბედისწერა არის, ჭეშმარიტ პოეზია თუ არის. რა თქმა უნდა, არსებობს შინაგანი შეჯიბრი დიდ პოეტებთან. ისი არაფერი არ გამოვა. ეს შინაგანი შეჯიბრი იყო, როგორ შევძლებდით ჩვენ მაგალითად დიდ პოეზიაში გასვლას. ჩემი დევიზი როგორც გალაქტიონისა იყო ახალი, ახალი, მხოლოდ ახალი. ეს როგორ გავაკეთე? ვიწრო ლიტერატურას საზოგადოებაში შესანიშნავად იცის, იმიტომ ჩვენ მკითხველი საერთოდ არ აქვს. მაგრამ ჩემი წიგნიდან აი აქ შესავალში რას წერია, წაიგითხავდეთ ალბათ, იქ აღნიშნულია ეს. იმიტომ რომ ესე იგი ყველაფერი ან არაფერი, ეს იყო ჩემი დევიზი. როგორ გავაკეთე? გამოიჩნდება. თქვენი ლექსები ხშირად რთული ხატოვანებით გამოირჩევა, ძნელად აღსაქმელი და ჰერმეტულია, რაც თავისთავად ბადებს კითხვას, იქნებ არა გაქვთ სურვილი ყველამ ჩაიხედოს თქვენს გრძნობებში. საერთოდ თქვენ რასაც მეკითხებით არის ძალზე საინტერესო. საერთოდ ყველა პოეზია ჭეშმარიტი არის გერმეტიული. გერმესი არის ღმერთის შიკრიკი ბერძნულ მითოლოგიაში, იცით. გერმესი გადასცემდა დიდ საიდუმლოს ადამიანებს. ადამიანებიდან გადასცემდა ღმერთს. ამიტომ არის გერმეტიული. იმიტომ რომ პოეზია არის უზარმაზარი საიდუმლო. აი იმალება, ის იმალება. ის იმალების არ არის გამოჩენილი, იმიტომ რომ ამ დამალვაშია დიდი საიდუმლო საერთოდ. ჩვენ ხედავთ რომ ორვალი ლექსი რომელიც გაშიფრულია თავიდანვე რატომ არის ახლა რატო ხდება ეს? რატო რთულდება პოეზია? ან რატომ არის რთული? პოეზია საერთოდ სიტყვა იცვითება ხმარებაში. მაგრამ დიდ პოეზიაში სიტყვა აღთება. იძენს სხვა თვისებას. ხლებული აღთმა და მთელი ძალა არის სწორედ იმ გერმეტინში, რასაც თქვენ აღნიშნავთ. გამოირჩევა ხატოვანებით, იმიტომ რომ ხატოვანი საერთოდ არის პოეზია. იმიტომ ხატებით აზროვნება არისო, ბელინსკი ამბობდა, პოეზიაო.
ეს აუცილებლად უნდა გაეცეს ამას პასუხი. პოეტის აზრობრივი მისტერია კი ქართველერს მის მშობლიურ სოფელს ეკუთვნის. მისთვის დანთებული და ნაღვერლად ქცეული პოეტი ხელის გუძად ცეცხლანთებული ბიბლიური კორნაპისერიდან გადასახებს საქართველოს. ბებერს და მწუხში მყოფს გასაღვიძებლად. ეს მისი პოეზიის ქარიშხალია სასიკეთოდ დანთებული. გაკურთხოს გამჩენის მადლმა ყანის მთესველო და მომტელო ბერმუხავ, გეტაროს გეტარებინოს, გემოძღროს გემოძღრებინოს, დღეს ჩვენ წინ წიგნად გადაშლილი ფრთები ხართ, სიყვარულის, დაუსრულებელი აღმაფრენისა და განმაძელი ცხოველებელი. ყველა ქვამ, კენჭმა როდი იცის, რას გამოჰკვეთს მასში შემოქმედების მარჯვენა, მაგრამ არიან ქვანიც, კენჭნიც და კლდენიც, რომლებიც შიგნიდან ზანზარებენ, რომ ჩაიტანონ მარადის თავიანთი საიდუმლო, თუნდაც არ გამშხამდნენ. გაზაფხულის დაბრუნებას მხოლოდ გაზაფხულით ვგებულობთ. გელათიდან გამოქცეულთ მხოლოდ გელათში მცხოვრებთა სული დააბრუნებს. მოპარული ფიქრების ნუ გეშინიათ, მხოლოდ დაკარგულისა გეშინოდეთ. მაშინ მოზღვავდნენ სულში ქედები, მაშინ მაისი იდგა გელათთან. სულო ხანდახან რატო ბნელდები მარადის ისევ უნდა გენათა, როგორც ნათობდი გელათთან მაშინ მზეზე ხეებზე და ბალახებზე მეის დღეები ოცნება ბავშვის სიკვდილის წუთში დამიძახებენ. მოფრინდებიან მწვანე ქარებით, მოვლენ ქედებით და გუმბათებით. სულო ხანდახან რატო ბნელდები მარადის ისევ იყავ ნათელი. რასპირდებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას, წარსდგებით თუ არა ახალი პროგრამით თქვენი მკითხველის წინაშე. კიდევ მე ახლა ხელმოყრეთ აღნიშნავ, რომ უზარმაზარი ძალა, რაც კაცმა შეიძინა ოსტატობა, ეს აქვს მაგას გამოცდილება ასაკში. როცა ასაკი მოდის და როცა ოსტატები. მაგრამ შემდეგ დღეს ჩვენ დროში რა დაგვაკდა კი იცი თქვენ, იმიტომ რომ აღარ არის წვენისეული აქტივი ძლიერი, იგივე ტრანსში ვართ ყველანი, არა მარტო მე, არამედ ქართული მწერლობა საშინელ დარტყმას განიცდის. იმიტომ რომ არ არის პერსპექტივა, არ არის წიგნის გამოცემის საშუალება, არ არის თეატრი, რომ მუშაობდეს, არაფერი არ არის. აი მაგალითად თქვენ ხედავთ, აგერ მაქვს წიგნი, ეს ხო იყო დიდი ამბავი, რომ გამოგეც ამძის ვერ გამოცემდი, საერთოდ ჩვენ მწერლობის ამბები. ახლა მე შედარებით თავისუფალი ვიყავი, რაც დავწერე, ყველაფერი თქვა, აგერ მაქვს. ახლა მომავალში, რასაც მე ვფიქრობ, დავწერო. მე შემიძლია დავწერო პიესა, ეს ბერძნული თემაზეა იგივე, ეს არის ჩემი ოცნება, სახელად უნდა ეთქვას იქსიონი. მოდერნიზებული თანამედროვე პიესა. რომელიც მოიცავს ყველა ეპოქას, თითქმის დროს. ესე იგი მე ჩემ პოეზიაში აღნიშნეს კიდეც რომ დროის ჟამიერების მძლეველი. იმიტომ რომ ჩემთვის არ არსებობს არც ერთი დრო, რომელიც არ გადავლახო. ძალიან გთხოვთ, ჩანახატისათვის წაგვიკითხოთ თქვენი რომელიმე ლექსი. რა თქმა უნდა, წავიკითხავ საპროგრამო ლექსს. ეს არის ფენიქსი. ფენიქსი იყო ფრინველი, რომელიც დაიწვავდა თავის თავს. ეს ციგნის სტაზედაც ჩანს ის შავი ფერფლია დარჩენილი და დაიწყებოდა მისი ხელახალი აღორძინება. ეს იყო ეგვიპტის ფრინველი, ეგვიპტურ მითოლოგიაშია. ხო და თავის უწმინდეს საცე დაიწვავდა თავს და ხელახლა განახტებოდა.
თქვენი ფენიქსისებური განახლება, აღდგომა. ესე იგი ეს პოეზია არის თვით შეძირვა, თვით დაწვა თავის და ხელახლა აღდგომა. უნდა აღდგეს სულიერი ადამიანი. ხორციელი, როგორც ასეთი გვხვდება, ესე იგი ხორცი იწვება. და მოდის აი ეს არის ჩემი მთლიან მთელი განახლება. ამიტომ წაიკითხავთ ამ ლექსს ახლა. ფენიქსს ხაუფრინდეთ სად სიმსიმევს ის მინდა ცეცხლი დამძიმდა ეს გზა თითქოს სადმე მყარს მივათრევდე ფენიქსს გაუფრინდეთ სად სიმსიმევს ის მინდა ცეცხლი ჩემი ფერფლიდან რომ კлау გავთენდე დაუსასვლო შეტებაში გავყვე მზის ქროლვას ისე ვიფრინავ შენი ფერფლიდან დაუზრუნველად უჭვეთ შენ ფენიქსს ღრუბელთა დენას დაუსრულებელს და ვარსკვლავების მტრედისფერ სევდას ჩვენი წარსულის წვიათში ყვავი განთიადივით მუდამ ლურჯი მწვანე სისხლით გათხრილი დაგდებდა ყვავი დამაინც ლურჯი ფრთებით დაფარე მე ფენიქსს ისე გვტებს ვეღრნობი რადგან სისხლიმდის კлау წინაპართა ახლა ვიგვიძებ ბრძოლისთვის ფენიქსს უდაბნოების მძინვარე ქართან ლომები ოქროს ჭიშკრებს მიღებენ დღეს დუმარების დღე არის ფენიქსს დანეტარება ცისკენ აფრენის შენი ბრინჯაოს კლანჯი ბუშნის კლებს ურიცხვი მზენი ჩაგიქროლებენ და შენი ფრთები უსაზრო ფრთები იპარვაშებენ მარად შორეცად ბატონო გიორგი, გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, შემოქმედების წვას და დაუშრეტელ აღმაფრენას. ბებერო მუხავ, გიორგი კორნაპელო, რომელსაც მუმლი ვერ მოგერია და არწივთა და მგალობელთა და მრავალთა ჩიტთა თავშესაფარი ხართ. დაივანე გამობრძმედილ მარჯვენაში დროშა იესე, სიღრმისა, სულისა და პოეზიისა და ფსალმუნებისა. ამინ.